პოლიტიკურ ჩიხში შესული არალეგიტიმური ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას რუსული სტილის კანონებით ცდილობს, ასე ფასდება ის ცვლილებები, რომელსაც ხელი ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა მოაწერა. იგრძელება ნიღბების ტარება, ლაზერისა და პიროტექნიკის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს სოლიდური თანხით დაჯარიმდება. ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, ნიღბიანების აქცია არ გამიგია. სადაური წესია, კითხულობს პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე, თუმცა მას არნაირი კითხვა არ უჩნდება იმ სადამსჯელო რაზმებზე, რომლებიც მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დაძდებენ და ფიზიკურად სასტიკად უსწორდებიან. მათი ამოცნობა კი შეუძლებელია, რადგან ატარებენ ნიღბებს და არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებიც. ნიკა საჯაია მუშაობს თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. ნიკა, გისმენთ. საკანონმდებლო ცვლილებებს გიორგი კრიტიკულად აფასებენ ოფიციალურად ბარიერ გადალახული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყოველივე ამის მიზეზი არის სწორედ მოქალაქეების დაშინება იმ ადამიანებისა, რომლებიც ხელისუფლებას მისი გატარებული პოლიტიკის გამო უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ამას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს ახლა უკვე ქართული ოცნება იმისათვის, რომ რეპრესიები გააგრძელოს და გაატაროს ქვეყანაში, თუმცა ამბობენ, რომ ეს ყოველივე მათ საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ვინაიდან აცხადებენ, რომ მოქალაქეები პირიქით არ უშინდებიან ასეთ ფაქტებს და ამის მათელმა დადასტურება იყო ის, თუ როგორ მოხდა იგივე დარბევები და როგორ გაიზარდა აქციის მონაწილეთა რაოდენობა უშუალოდ რუსთაველის გამზირსა. გარდა ამისა, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებითაც კეთდება შეფასება და აცხადებენ, რომ ქართული ოცნება აქაც ხედავს წინააღმდეგობას, ვინაიდან უამრავ დაწესებულებაში არიან საჯარო მოხელეები, რომელთაც ღიად გამოთქვეს პროტესტი და არ იზიარებენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ოცნება ატარებს და შესაბამისად საუბრობენ, რომ ეს კანონი არის იმისთვის, რომ მარტივად მოხდეს წმენდა საჯარო უწყებებში, რისი პირველი ნიშნები მიმდინარე დღეებში უკვე იხილა საზოგადოება, მაშინ როდესაც მოხდა გათავისუფლება და კონტრაქტების შეჩერება დასაქმებულთათვის. ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენელთა ნაწილი საუბრობს, რომ ახლა უკვე დროა ერთის მხრივ მოლაპარაკებები დაიწყოს ფინანსურ ინსტიტუტებთანაც, ვინაიდან ბევრ ადამიანს შესაძლოა ისედაც კონდეს სურვილი, რომ დატოვოს სამსახური ან დარჩეს ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და მათ გარკვეული ფინანსური ვალდებულება აქვთ, ისევე როგორც მიანიშნებენ იმაზეც, რომ მნიშვნელოვანი აქ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სოლიდარობა და გარკვეული მოქმედება ამ მიმართულებითაც, რათა მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს, ვინც სავარაუდოდ უკვე ამ კანონების შემდგომ დარჩებიან შემოსავლის გარეშე. მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, რომელიც დასვა ბიძინა ივანიშვილმა, პირველივე დღე დაამახსოვრა საკუთარ თავს არალეგიტიმური პრეზიდენტობისა ძალადობრივი, უკანონო, ანტიდემოკრატიული და ანტიქართული კანონმდებლობის ხელმოწერით, რომელიც გულისხმობს ადამიანების პრევენციულ დაკავებას, დაპატიმრებას, ყოველგვარი დანაშაულის ან მიზნების გარეშე. უპირობოდ შეუძლია პოლიციას დააკავოს მოქალაქე, რაც არის წარმოუდგენელი სიგიჟე და სიბეცე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც კი გასაოცარი და გასაკვირია. ეს დღე მიხეილ ყაველაშვილის ისტორია შევა როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო და რა თქმა უნდა, ეს ხელმოწერილი ფურცლები აუცილებლად ძალიან მალე გადაიხევა იმ საზოგადოებას არ ეთყობა, რომელიც ქუჩებში დგას და თბილისში იქნება ეს თუ სხვა ქალაქებში, ნამდვილად არ აქვს ხა იმისი შიში, რომ რაღაცა შეიძლება რეპრესიული რაღა უნდა მოქმედონ უფრო მეტად, როცა ადამიანებს პირდაპირ სცემდნენ წამების ტოლფასი ქმედებები ჩაიდინეს და ეს ჩემი შეფასება არ არის საერთაშორისო შეფასებაა და სახალხო დამცველი შეფასებაა, უკაცრავად ჟარგონისთვის დაჟე და ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა, ამაზე უარესი რეპრესიული მექანიზმი, რაც არის ადამიანის სპეცრაზმის და პოლიციის მხრიდან ცემა და ძალადობა რა უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოკლევადიანი კანონები, რომლებიც ამოქმედდება ამ ქვეყანაში და შემდეგ გაუქმდება, ასე ვთქვათ, არჩევნების შემდეგ ცვლილებების კვალდაკვალ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკან ხეევს და ანადგურებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებს, რომელსაც ასევე არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა პირველივე სამუშაო დღეს მოაწერა ხელი, წარმოადგენს რეპრესიების კიდევ ერთ ტალღას, რომელიც მიმართულია პროტესტების ჩაქრობისკენ და დემონსტრანტებზე ზეწოლისკენ, თუმცა ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს, რომელსაც ვერ გააჩერებს ვერანაირი არალეგიტიმური კანონები. მათ გააიოლეს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის ჩატარება, მათ გააიოლეს ასევე ყველა კრიტიკულად განწყობილი და დემონსტრაციის მონაწილე მშვიდობიანი მოქალაქის, ასე ვთქვათ, დასჯა, კიდევ უფრო მეტი წნეხის მოხდენა მათზე, თუმცა ვერანაირი ესეთი რეპრესიები, ვერანაირი ესეთი დრაკონული კანონები ვერ გატეხავს ქართული ხალხის ურყევნებას იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში.
პირველი რაც ქართული ოცნების პრეზიდენტმა გააკეთა არის სწორედ ის, რომ მოაწერა ყველა იმ კანონს ხელი, რომელიც ქართულმა ოცნებამ და ოცნების ხელისუფლებამ, უпростоრად მთავრობამ მიიღო და რომელიც უკვე შეფასებულია უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან როგორც რეპრესიული კანონი, მათ შორის იდენტურია შეფასებები, რომელიც პოლიტიკურ სპექტრშიც კეთდება.